დღეს ვსაუბრობთ მარი ბექაურის წიგნზე ანას მომენტი, რომანი, რომელიც ფსიქოლოგიურ ამნეზიაში გაცურავს და თან პოლიტიკური სინამდვილეში გაცხოვრებს. მოკლედ ეს წიგნი არის როგორც სარკე საკუთარ თავსა, რომ გიჩვენებს და იმ ქვეყანასაც, სადაც ცხოვრობ. მოკლე შინაარსი ასეთია. წარმატებული მწერალი ანა ნაკაშიძე ერთ დღეს იღვიძებს და აღმოაჩენს, რომ წარსულის მნიშვნელოვანი მონაკვეთები უბრალოდ აღარ ახსოვს. ყველა მის გარშემო თითქოს იცის რაღაც, რაც თავად ანასთვის ბუნდოვანია. ქმარი, პოლიციელები, ფსიქოთერაპევტებიც კი უსვამენ მილიონ კითხვას, მაგრამ ის პასუხს ვერანაირად ვერ სცემს, რადგან იცის მხოლოდ ის, რასაც ისინი ყვებიან. თითქოს პირად ტრაგედიაში ბზარებიდან იწყებს პოლიტიკა გამოჟონვას და ეს ყველაზე საშიშია. ანალიზი კი აი ასეთია, რას უნდა ნიშნავდეს ანას მომენტი ფსიქოლოგიურად. ეს არ არის უბრალოდ დაკარგული მეხსიერება, ეს არის პიროვნული იდენტობის რღვევის ამბავი. როგორ იქმნება ადამიანი წარსულისგან და როგორ შეუძლია სახელმწიფოს სტრუქტურებს, მედიას, ან თუნდაც ოჯახს ეს წარსული შეგვიცვალოს. ანას ამნეზია სიმბოლოა და როგორც კონტენტ კრეატორს ჩემთვის ყველაზე მძაფრი კითხვა ასეთია, როცა ირგვლივ ყველა გიყვება, ვინ ხარ, როგორ არჩევ რომელია სიმართლე.